შევეცი ინტროს, იმიტომ რომ მასალა, რომელიც დღეს უნდა განვიხილოთ, 2 საათიანია. ამიტომ ბევრი ლაკმობის გარეშე ვიწყებთ. J. Cole-ის თქმით, მან 6 თებერვალს კარიერის ბოლო ალბომი The Fall Off გამოუშვა, რომელსაც ფანები 10 წელზე მეტი ველოდებოდით. 2 დისკი, 24 სიმღერა, საათნახევრიანი ქრონომეტრაჟი და ხო, ეს პოსტი, რომელიც რეპერმა ალბომის გამოშვებამდე რამოდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა. პირველი დისკი 29, გვიანბობს 29 წლის J. Cole-ის მშობლიურ შტატში დაბრუნების შესახებ. მან ახლახანს მოიპოვა პოპულარობა და წლების მერე პირველად ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში. ხოლო მეორე დისკი 29, ამჯერად გვიყვება 29 წლის J. Cole-ის ქალაქში დაბრუნების შესახებ, მას შემდეგ რაც ის უკვე ჩამოყალიბებული სრულფასოვანი ადამიანია, რომელიც ცხოვრებას საერთოდ სხვა ლენზებიდან ხედავს. Cole-მა ასევე ისიც აღნიშნა, რომ მეორე დისკი ოდნავ შეიცვალა 20-24 წლის მოვლენების შემდეგ. რა მოვლენებზე მაქვს საუბარი, ალბათ ყველა მიცით. გულისხმობ Kendrick-ის და Drake-ის beefs, რომელში მონაწილეობაზეც J. Cole-მა უარი განაცხადა. ალბომი იწყება 29 ინტროთი, სადაც 1968 წელს James Taylor-ი უმღერის კაროლინას შტატს, რაც ლოგიკურია, იმიტომ რომ J. Cole-იც მაქედან არის, კერძოდ Fayetteville-დან. ინტრო სენტიმენტს და ნოსტალგიას თან ახლავს ქუჩის ხმაური. თითქოს უბანი ამ სიმღერის ფონზე რაღაცისთვის ემზადება. უცებ არსაიდან ბუმ, 3 გასროლა გვესმის და გადავდივართ ალბომის პირველ სიმღერაზე 2-6. ეს გასროლა, ჩემი აზრით, ამ ქალაქის ორ სახოვნებაზე მიგვანიშნებს. ერთი შეხედვით ლამაზი, სენტიმენტალური ქალაქია, მაგრამ მეორეს მხრივ უხეში ბნელი რეალობა აქვს. რაც შეეხება პირველ სიმღერას 2-6, მომწონს Cole-ის მუქარი შემცველი ტონი ჩურჩულისას, ასევე ეროვეითები, დარევერსებული მელოდიები და ძლიერი ტრეპ დრამები, რომლებიც პირდაპირ გულში გირტყავს. რაც შეეხება პირველ ვერსს, Cole-ი თავიდანვე მისთვის უჩვეულო სვეგით რეპავს და დისავს იმ MC-ებსა თუ ვითონ განგსტერებს, რომლებიც იბრალებენ ისეთ ცხოვრებას, რომელთანაც იდეაში არანაირი კავშირი არ აქვთ. მომწონს სიტყვებზე თამაში Outcast, but I was never cast out და მეორე ვერსი, სადაც Cole-ი აკეთებს იმას, რაც off-season-იდან მოყოლებული საუკეთესოდ გამოსდის. გულისხმობ ფლექსაობას, ტიპი ფლექსაობს, ისე როგორც სხვა არავინ. მომწონს ლაინები. That shit feel old to me. My creeps, they never get sold to me. Them bitches get built for me like cheerleaders. I'm stepping on niggas skillfully. ანუ იმდენად მაგარი და ბევრი ფული მაქვს, რომ კი არ ვყიდულობ სახლებს, არამედ სახლებს ჩემთვის აშენებენ ნოლიდანო. Stepping on niggas არის სლენგი, ანუ ტიპებს ვაბიჯებთ, ანუ ჩაგრავთ. მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით cheerleaders არიან ის ტიპები, აი მხარზე რო ადგებიან მოცეკვავეები და ერთი ხელით რო წევენ. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით skillfully მისი უნარებით აბიჯებს ტიპებს. ხო, ასევე y'all ain't even getting no bags. Y'all call them bags, but my type of bags, they can't even fit in the bag. ანუ რა იბაზრა, the bag არის სლენგი ფულისთვის, ანუ დიდ ბევრი ფულისთვის. ანუ თქვენ რო ფული გაქვთ, ეგ ჩემთვის არაფერი არ არის, რადგან მე რო ფული მაქვს, იმას ჩანთაშიც ვერ ვატევ, ანუ bag და bag wordplay. ბოლოსკენ კი გვაქვს მელოდიური ნაწილი, რომლითაც ბევრ ფანს ეშინია, რადგან მოდი ვაღიაროთ, J. Cole-ი ნამდვილად არ არის საუკეთესო მომღერალი ან თამაში, თუმცა აქ კარგად გამოსდის და მომწონს სიტყვები fell off and fell on my face, but I know I'd find the way. რომელიც შესანიშნავად გვამზადებს პირველი დისკის კონცეპტისთვის. საბოლოო ჯამში მივიღეთ ენერგიული და ამყოლი დასაწყისი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ველოდებოდი. Safety ინსტრუმენტალის მხრივ წმინდა ბუმბეფია თავისი მტვრიანი დრამებით და ლამაზი ჯაზი მელოდიებით. თითქოს პრაიმში მყოფი Nas-ი ან Five Dog-ი უნდა გამოვარდეს და მისი კარიერის საუკეთესო ვერსი უნდა დადოს. მაგრამ არა, გვაქვს 3 ვერსი, 3-ვე სხვადასხვა პერსპექტივიდან და მისამღერი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პირველი დისკის კონცეპტს. პირველი ვერსი მოყოლილია Jay-ის ძველი მეგობრის პერსპექტივიდან, რომელიც ციხიდან ახალი გამოსულია. ვერსში გადმოცემულია გულწრფელი მონატრების გრძნობა ძველი მეგობრის მიმართ და ბოლოსკენ სიახლეები თუ ცვლილებები, რომელიც ქალაქმა განიცადა Jay-ის წასვლის შემდეგ. მეორე ვერსში უკვე ლაპარაკობს მეორე მეგობარი, რომელიც იგივე მონატრების გრძნობას გამოხატავს, ოღონდ ამჯერად სიახლეები ბევრად ბნელი და გულდასაწყვეტი ხდება. ვერსის ბოლოსკენ ახსენებია თანაქალაქელი რეპერი, რომელიც მეგობრის თქმით შეურაცხყოფას აყენებს Cole-ის სახელს, რაც მას კონფლიქტის წამოწყების სურვილს უჩენს. ამას შემდეგი ხაზით ხვდებით.
Was about to punish him vicious, but then I thought about you and what you would say. Might tell me to chill, but he violating for real. ჩემი აზრით ეს ნაწილი 20-24 წლის მოვლენების ალუზია, რითიც Cole კიდევ ერთხელ გვახსენებს რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ თქვა უარი ბიფში მონაწილეობაზე. ხოლო მესამე ვერსში საუბრობს მესამე მეგობარი, ყველაზე მძიმე და დამთრგუნავი მესიჯით. ის გვიყვება საერთო ნაცნობის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც Cole და მისი მეგობრები ცხოვრების მანძილზე აბუნინგებდნენ მისი ორიენტაციის გამო. ვერსში გამოხატულია გულწრფელი სინანული დაკარგული სიყვარულისა და ძმის მიმართ. ბოლოს კი გვხვდება ერთგვარი დეპეშა, რომელიც ყოველ მოსმენაზე მძიმე და უხეშ გრძნობას მიტოვებს. შემდეგი სიმღერა Run a Train თავისი მელოდიებით Cole's ძველ hits Apparently-ს მომაგონებს 2014 წლიდან. საოცარ ატმოსფეროს ამძიმებს ბნელი ბუმბებ დრამები და Future-ის გადმოცემის მანერა, ტონი, რომელიც ამ სიმღერისთვის საუკეთესოა. რაც შეეხება პირველ ვერსს და პრექორუსს, აქ იგრძნობა მტკივნეული სენტიმენტი, გაანალიზება, რომ შეუძლებელია თავი დააღწიო იმ რეალობას, რამაც ადამიანად ჩამოგაყალიბა. ასევე გვაქვს საოცარი ბარები, როგორიცაა Like breathalyzer tests, I'm trying to walk a straight line, meditating for a better state in my deranged mind, till I saw Buddha pose and realized he throwing gang signs. ეხა გავარჩიოთ. Like breathalyzer tests, ანუ როგორც ალკო ტესტი, ვცდილობ გავიაროს სწორ ხაზზე. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ასევე გადატანით მნიშვნელობით. ვცდილობ არ ავცდე ჩემს მიზანს, ჩემს გზას, რომელიც ავირჩიე. Meditating for a better state in my deranged mind. ანუ მედიტირებ ჩემი დაზიანებული გონებისთვისო. Till I saw Buddha pose and realized he throwing gang signs. Buddha ალბათ ყველას ყავთ ნახე აგერ. გამოგიტან ბუდას ხელებს თუ დავაკვირდებით რაღაცნაირად აქვს, რაც ძალიან გავს gang signs, ანუ ბანდების რაღაც ნიშნებს ამერიკაში აკეთებენ მოკლედ და ანუ რანაირად უნდა ვიპოვო მედიტირებით სიმშვიდე, როცა ბუდას როცა ვუყურებ, მანაც მაგას ხედავო რა. Fucking crazy. ან gang sign ხო რაღაც gang-ებს როცა თითებს როაკეთებ ბუდას ისმერია რა. ხო და რანაირად უნდა ვიშოვო მედიტაციაში როცა ბუდას ვუყურებ, ბუდას მაგას აკეთებს, ანუ აზე ხარ აბარია გაკეთებული. მეორე ვერსშიც გვაქვს დამაფიქრებელი ბარები, ოღონდ პლუს უფრო სწრაფი flow და ბევრად ტექნიკური ტექსტის სტრუქტურა. ყველაზე მაგარი ალბათ მაინც ეს ლაინია, trying to make a legal dollar seem harder than guarding Wemby. Wemby არის ფრანგი კალბურთელი მოთამაშე, რომელიც თითქმის 2 მეტრი და 24 არის სიმაღლეში. ანუ ჩვეულებრივი კანონიერი დოლარის შოვნა იმაზე რთულია, ვიდრე აი ამის დაცვა კალბურთის თამაშის დროსო. მოკლედ ეს სიმღერა შესანიშნავად გადმოსცემს იმ სიტუაციას, როცა ამჩნევ თითქოს შენ ქალაქს ვეღარ ცნობ და საერთო მასთან არაფერი გაქვს, რადგან უკვე გაიზარდე, შეიცვალე, შეგეცვალა იდეოლოგიები, ხედვები და ფიზიკურად ვეღარ წარმოადგენ იმ ქალაქს, რომელიც ერთდროს შენი განუყოფელი ნაწილი იყო. ამ მელანქოლიური სიმღერის მერე კი ვარდება ბასი, რომელიც მოცულობით იმხელა თითქოს ოთახის ყველა კუთხიდან გესმის. ასევე ყველა კიკი პირდაპირ გულში გვხვდება ამ ვინტაჟური სემპლის ვაიბთან ერთად. გასაოცარებითია მოკლედ. ჯერ ამის შოკიდან არ ხარ გამოსული და შემოდის Cole, რომელიც თითოეულ სიტყვას ისეთი ვნებითა და აგრესიით გადმოსცემს, თითქოს ამაზე მისი მთელი ცხოვრება იყოს დამოკიდებული. და ხო, თუ საუბრობთ რითმებზე, უნდა ვილაპარაკოთ ამ სიმღერაზეც, იმიტომ რომ what the fuck. რაც შეეხება მასალას, აი ხო გახსოვთ ის ტიპი მეორე სიმღერაში Cole-ს რო დისავდა. ხო და ახლა Cole მის შესახვედრად ემზადება. თან დისავს და აფრთხილებს, რომ იარაღები სახლში დატოვოს და ერთ-ერთზე კაცურად შეხვდეს პრობლემის გადასაწყვეტად. რაც მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ადამიანის მორალსა და პრინციპებს. არანაირი პრობლემა არ ღირს სიცოცხლედ, მაშინაც კი როცა ისაა მართალი. მის სამღერი კი ისევ მეორე სიმღერის მსგავსად 2024-ის მოვლენებს უსვამს ხაზს ლაინებით Poor thing, young pups playing war games, he wanted love but he only made more pain. Kenny-სა და Drake-საც ეს უნდათ სიყვარული და აღიარება კულტურისგან. თუმცა რის ხარჯზე? ტკივილის, რომელიც ერთმანეთს მიაყენეს და ნეგატივის, რომელსაც მათი ფანები ავრცელებდნენ ინტერნეტში. ღირდა ამად. პროდაქშენიდან დაწყებული, მესიჯით დასრულებული ეს სიმღერა ალბომში ერთ-ერთი საუკეთესოა. 10-დან 10.
ამ ალბომში არაერთი სიმღერაა სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. Legacy კი პირველი მათგანია, რომელიც მისი საუნდითა და ხასიათით საჭირო ცვლილებაა ალბომში ამ ეტაპზე იმ 5 სიგიჟის შემდეგ, რაც წინა სიმღერებში ვიხილეთ. ინსტრუმენტალი არაფერი განსაკუთრებული, არც კონტენტი არის ისეთი, რომ გაგაგიჟოს. სტანდარტული ვერსები ურთიერთობაზე Cole უმღერის მანდილოსას, რომელიც ადრე უყვარდა, ეხა ურეკავს, ის არ პასუხობს, თუმცა ისევ კარგი მელოდიებით, რაც გასაკვირია 10 წლის განმავლობაში ამ ადამიანს ამაზეც უმუშავია, რაც რა თქმა უნდა პლუსი არის, რომელსაც შემდეგ ტრეკებში უკეთესად დავინახავთ. საბედნიეროდ დონე მაღლა იწევს Buns Road Blues-ზე, რომელიც გვიყვება Cole-ისა და აწუყვე მისი მეუღლის სიყვარულის ისტორიაზე. და ხო, ეს ყველაფერი Alchemist-ის შეუდარებელ lo-fi production-ზე. ალბათ არავის გვიკვირს, რომ Cole აქაც საოცრად რეპავს, მაგრამ ჩემი ფავორიტი ნაწილი მაინც ნიგერიელ მომღერალ Thames-ის აქვს. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, ვერსია აქვს ერთადერთ და განუმეორებელ Futures, რომელიც აქ გამოჩენასაც ალბათ არავინ ელოდა და მისი აქ ყოფნით ალბომის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიურპრიზს წარმოადგენს. ხოლო რაც შეეხება Thames-ის, ის ნამდვილად ანგელოზივით გალობს ამ პროდაქშენზე Cole-ის მეუღლის პერსპექტივიდან. მესიჯი კი ერთია და საერთო. არ მინდა შენი დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩემთვის ასეც ჯობდეს. საერთო ჯამში top tier ტრეკი სურპრიზებითა და გასაოცარი პროდაქშენით. ბრავო! სენტიმენტალური ტრეკების მერე ენერგია მთვარემდე ადის შემდეგი სიმღერით, რომელსაც ქვია Who the fuck is you? ამ სიმღერას ალბათ ყველაზე მეტად ველოდებოდი იმ სნიპეტის გამო, რომელსაც Cole-ის წინა ალბომის Off-Season-ის ვაიბები ქონდა. და მართლაც ეს სიმღერა 95 South-ის ასჯერ უკეთესი ვერსიაა, როგორც სიმღერის სტრუქტურით, flow-ით, რითმებით, ბარებით და sample-ით, რომელიც hip-hop-ის მოყვარულებს ნამდვილად ეცნობათ. ეს არის Mobb Deep-ის Drop a Jam on Them. ასევე მიყვარს სამხრეთული შეძახილებიც. What it is, ho? What it is, ho? ხო, რაც შეეხება პირველ ვერსს, რა ვიცი, მთლიანად ერთი დიდი ბარია თავისი ალიტერაციებით და კომპლექსური რითმების სტრუქტურით. მომწონს მისამღერი და ფაქტი, რომ ბარები არც მეორე ვერსში გვაკლია, როგორიცაა Every bar is a part of the murdereth called PETA, then people chopping a bird in half. PETA არის ცხოველების უფლებების დაცვის ორგანიზაცია ამერიკაში. და Cole ამბობს, რომ დაურეკეთ მაგ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ხალხი შუაზე ჭრის cheats. Bird არის სლენგი კოკაინისთვის ამერიკაში. დაურეკეთ მაგ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ეს ხალხი ყიდის კოკაინს, მაგრამ chopping a bird in half. ჭრიან კოკაინს შუაზე, ახარისხებენ ყიდიან, რატომ მიწევს ამდენი ახსნა ბლეად. და ხო, ასევე they was mastering scales like they learning jazz. ანუ სწავლობენ სკალას, თითქოს სწავლობდნენ jazz, მაგრამ სკალა ასევე scales არის რა, თვითონ სასწორი, რაზეც წონიან კოკაინს ამერიკაში და ყიდიან ბანდები ქუჩაში. ანუ არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ თლიანი მეორე ვერსი გადმოცემულია Eminem-ის მაგვარი მანერით, გულისხმობ flows, რაც ამ ალბომში Cole-ის მხრიდან ლეგენდების მიმართ პატივისცემის გამოხატვის დასაწყისია. და მეორე ვერსიის ბოლოს, როცა უკვე გონია რომ მისამღერი უნდა მოვიდეს და დასრულდეს სიმღერა, არა, იცვლება ბითი, შემოდის უფრო მეტი ბაუნსი და გვაქვს ახალი კონტენტი. სადაც Cole პირდაპირ გულწრფელად გვეუბნება, რომ არაპირებს თვალთმაქცობას და იმის დაბრალებას, ვინც არ არის. ამას ხვდებით შემდეგი ბარებით. I'm a sidewalk nigga, I'm a stay there, I'll leave the streets for the ones that wanna play there. ასევე სასაცილო ლაინი იყო left my kids in her mouth like daycare. ამას არ ახსნი, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვები უყურებენ. ფილოსოფიური საკითხების დაყენება და კითხვების წამოჭრა გრძელდება შემდეგ სიმღერაშიც Drum and Bass, რომლის მინიმალისტური ინსტრუმენტალიც შესანიშნავ კონტრასტს წარმოადგენს Cole-ის ჩახლართულ ვერსებთან და მესიჯთან. პირველი ვერსი თითქოს სტანდარტული აქ გავიზარდე და აქ ასეთები ხდებოდა ტიპის ვერსია. თუმცა მაინც გვაქვს გამოსარჩევი ლაინები, როგორიც არის Life is a trip, you can predict the random way that it ends. Bullets travel straight through the skin like gamma rays in the wind. ასევე მომწონს My greatest wins came when I annotated my gems. The shit's so fire, I got my hand afraid of my pen.
ანუ იმდენად ცეცხლობებს და სიგიჟეებს წერ, რომ ჩემ ხელს უკვე ჩემი კალამის ეშინიაო. ანუ სასწაული გაზვიადება და ყოველთვის მომწონს, როცა არტისტები ამას გვთავაზობენ. აი, მეორე ვერსი კი გაცილებით ბნელია, გვიხატავს სურათებს, რომელსაც Cole მთელი ბავშვობა ხედავდა, მომწონს და მაფიქრებს ლაინები, რომელიცაა Turning to the Lord is ironic at a time when those niggas so violent they'll let off at God in the flesh. ანუ ღმერთისკენ მიბრუნება და ღმერთისთვის პატიების ან თუნდაც რაიმეს თხოვნა არის ირონიული, როცა ეს ტიპები ქუჩაში იმდენად უხეშები და იმდენად კრიმინალები არიან, რომ ალბათ ღმერთი რო გაეჩითოთ ხორცში, მასაც ესწრიანო, აი სიგიჟე არის რო დაფიქრდე, იმიტომ რომ literally მოხდა ეგ უკვე. ვერსის ბოლოს კი გვაქვს ესეთი სურათი. Cole და მისი ძმაკაცები მიდიან კლუბისკენ, სადაც ყოველთვის იკრიბებოდნენ მაშინ, როცა Cole ჯერ კიდევ მან ცხოვრობდა. Cole ვერავის ვერ ცნობს, მაგრამ ეძებს ერთ გოგოს, რომელსაც ელაპარაკებოდა, არაფერი გამოუვიდა და უნდა რომ ახლიდან სადოს. Jay პოულობს ამ გოგოს და სიმღერა ზუსტად მათი დიალოგით მთავრდება, რომელსაც შესანიშნავად გადავყავართ შემდეგ სიმღერაში, რომელსაც ქვია The Let Out. სერიოზულად, ესაა სიმღერა, რომლის მსგავსად Cole-ის დისკოგრაფიაში ვერ სადიპოვით, რადგან იწყება ესპანური მოტივის გიტარებით, შემდეგ გადადის როკში, ვარდება ბასი და Cole-იც იწყებს ისტორიის მოყოლას Bone Thugs and Harmonies სტილში. მთელი ვერსი ყვება ისტორიას იმაზე თუ როგორ გადაუჩნდნენ Cole და მისი ძმაკაცები კლუბში ხაფანგს. თან ეს ყველაფერი ისე დეტალურად არის აღწერილი, ნამდვილად არ მოგიყვებით, იმიტომ რომ არ მინდა ეს სიამონება წაგართვეთ. ბევრის გამხელის გარეშე ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ერთადერთი რამ, რაც პირველივე მოსმენაზე ეგრევე არ მომეწონა, იყო Cole-ის ნამღერი პარტია მის სამღერში. თუმცა 3-4 მოსმენის მერე მაინც დავუმუღამე. კიდევ ერთხელ ხას უსვამ სასაცმხერის ყველაფერი ნამღერი არის Bone Thugs and Harmonies სტილში. ასევე მომწონს ელექტროგიტარების პარტია და ხო, რა ვიცი, ეს ტრეკი არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა გამოვიდეს არტისტი კომფორტის ზონიდან, სადოს რაღაც ახალი და თან ეს ყველაფერი გააკეთოს აი ასეთ მაღალ დონეზე. თუ ბონუს ტრეკს არ ჩავთვლით, Bums in the Wheel / Hit the Gas არის ალბომის პირველი დისკის ბოლო სიმღერა, რომელსაც ნამდვილად არ აქვს კარგი დასაწყისი. არ ვაჭარბებ Cole-ის ნამღერი პირველ ნაწილში დამწყები მუსიკოსის ნამღერს გავს, რომელსაც პირველ დღე აქვს სტუდიაში და უბრალოდ არ იცის რა ნოტი აიღოს და როგორ მოიქცეს. ამ ყველაფერს ზემოდან ემატება სრულიად არაფრის მომცემი და მოსაწყენი ინსტრუმენტალი. პირველი ნაწილის ერთადერთი დადებითი თვისება არის ის, რომ წუთნახევარზე მეტი არ გრძელდება. თუმცა წუთნახევრის მერე გვაქვს ცვლილება, რომელიც ძალიან სურათს ცვლის თავისი ენერგიით, მელოდიით, მესიჯით და ასე შემდეგ. სრულიად სხვა დონეზე გადადის პროდაქშენიც, პერფორმანსიც და საერთოდ სიმღერის ყველა დეტალი. თითოეული სიტყვა, თითოეული ფრაზა არის თავდაჯერებით ნამღერი და ბოლოს გვაქვს ვერსი, რომელსაც პირველი დისკის კონცეპტი სისრულეში მოხავს. Cole მის ახალგაზრდა თავთან საუბრობს და ეუბნება, რომ თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო, საჭირო იყო იმ ადგილის მოსაპოვებლად, სადაც ახლა Cole მის ოჯახთან ერთად სიმშვიდეში ცხოვრობს. ამ ყველაფერს მოყვება გაანალიზება პირველი დისკის მთლიანი კონცეპტი, რომ ყველაფერი მატერიალური, დროებითია, იქნება ეს პოპულარობა, ფული თუ სხვა რამ. ეს ცხოვრების ნაწილია და ამას უბრალოდ არ უნდა ებრძოლო. როგორც Cole ბოლოს გვეუბნება, ცხოვრება არის ფილმი, რომელსაც ვერ გადაახვევ. პირველ დისკს კი შესანიშნავად ხურავს ბონუს სიმღერა სახელად Lonely at the Top, რომელიც სემპლავს Benny the Butcher-ის ინტროს Tena Talk 3-დან. რაც შეეხება კონტენტს, რა უსიტყვოდ ვარ. რასაც ქვია გულს გვიდებს ეს კაცი და უბრალოდ მიჩნდება კითხვა საიდან ასეთი გულწრფელობა. Cole თავაზობს დაკვირვებას, მისი ბავშვობის გმირები, რომელთან თამაშზეც ერთდროს ოცნებობდა, თითქოს აღარ არიან ისეთი მოტივირებულები, როგორც ერთდროს. თითქოს დაეკარგათ სიყვარული საყვარლის საქმის მიმართ და Cole-ს ეშინია, რომ მასაც ერთ დღეს ეს ბედი ელის და უნდა არ უნდა მოუწევს ქვირგვინი მომავალ თაობას დაუთმოს. აი ასე და ამგვარად თავდება პირველი დისკი. ემოციების როლერკოსტერი, ძიმე, ბნელი სენტიმენტებით, მაგრამ მაინც თავისუფლების მომცემი მესიჯით. It's okay to let it go.
მეორე დისკი იწყება 6 წუთიანი მონსტრით სახელად 39 intro. სახელი რა თქმა უნდა პირველი დისკის ინტროზე თამაშობს. ეს სიმღერა პროდაქშენის მხრივ უამრავ ცვლილებას განიცდის. ჯერ გვაქვს ნელი აკუსტიკური გიტარები, რომლის ფონზეც Cole სტანდარტულად მღერის და სიმართლე გითხრათ, ცოტა რთულია სიმღერის პირველ ნაწილში გაიგო, რაზე საუბრობს Cole, იმდენად საზოგადო მესიჯია. და ზუსტად მაშინ, როცა უკვე ფიქრობ, ოკეი, Cole მოსაწყენია რაღაც ცვლილებაა საჭირო სიმღერაში, სწორედ ამ დროს აკუსტიკურ გიტარას ელექტროგიტარები ცვლიან, შემოდის ბასი და iconic sample I choose you, რომელიც ყველა ჰიპ-ჰოპის მოყვარულმა იცის. სიტყვებით ნამდვილად ვერ აღწერ რამდენად გასაოცარი და მოულოდნელი იყო ამ სემპლის გაგონება. რეპზე საერთოდ აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ რავი სიტყვები ზედმეტია, flow რომელსაც იყენებს ბოლოსკენ ალბომში ერთ-ერთი საუკეთესოა უსიტყვოდ. ხოლო სიმღერის ბოლოს დარევერსებული მელოდიები ყველამ ვიცოდით რასაც მოასწავებდა. შემდეგია ალბომის ერთადერთი სინგლი The Fall Off is Inevitable, რომელსაც თავიდან Disc 2 Track 2 ერქვა. ვინც ჯერ არ იცით, გეტყვით რომ Cole ამ სიმღერაში მის ცხოვრებაზე უკუღმა რეპავს, ანუ სიკვდილიდან დაბადებამდე. ეს თავის მხრივ Nas-ის ლეგენდარული სიმღერის Rewind-ის რეფერენსია, თუმცა ჩემი პირადი აზრით ბევრად უკეთაა ყველაფერი შესრულებული, რითმებით, სტრუქტურაც და დეტალებით, რომლებიც მთლიანი სიმღერის კონცეპტზე მიუთითებს. და ხო, ალბათ იმის აღნიშვნა აღარ მჭირდება, რომ ტიპს მთელი ვერსის განმავლობაში ერთი და იგივე რითმის სტრუქტურა უჭირავს და ამ ყველაფერს ისაკეთებს, თითქოს კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე იყოს ოფისში. მოკლედ, ყველა ასპექტის გათვალისწინებით სრული სიგიჟე ალბომის ერთ-ერთი საუკეთესო კონცეპტუალური ტრეკი. The Vilest გამოირჩევა ლუპით, პროდაქშენით, რომელიც შესანიშნავად ერგება Cole-ის ლირიკულ მასალას. პირველი ვერსია აღწერს ახალგაზრდა Cole-ის წერის პროცესს და იმ ეუფორიას, რომელსაც ის ამ დროს განიცდის. ხოლო მეორე, უკვე რეალობას, რომელშიც ის ახლა ცხოვრობს. მისამღერე კი Outkast-ის iconic სიმღერის Elevators-ის ინტერპოლაცია. მიქსს ემატება მონატრებული ერიკა ბადუც. Cole აგრძელებს ჰიპ-ჰოპ ლეგენდების პატივისცემას შემდეგი ტრეკით სახელად Old Dog. ამჯერად მისამღერში გვხვდება T.I.-ის iconic სიმღერის 24-ს ინტერპოლაცია. ხოლო რაც შეეხება კონტენტს, ალბათ ეს სიმღერა ყველაზე მეტად იმსახურებს კაროლინას შტატის ჰიმნის სტატუსს, რადგან ორივე ვერსია ზუსტად აი ამ შტატს და მის ქალაქს ეძღვნება. საბოლოო ჯამში მივიღეთ ჰიმნი ამ ყოლი მისამღერით და დიდი replay value-ით. Nice. შემდეგი ორი სიმღერა Life Sentence და Only You ერთი და იგივე თემატიკის გარშემო ტრიალებენ. გულისხმობ Cole-ისა და მისი მეუღლის ურთიერთობას. ოღონდ ამჯერად ყველაფერი გადმოცემულია ახლანდელი 39 წლის კაცის პერსპექტივიდან. მომწონს DMX-ის iconic სიმღერის How's It Going Down ინტერპოლაცია Life Sentence-ის მისამღერში და Burna Boy-ის კოლაბორაციაც Only You-ში. რასაც ნამდვილად არ ველოდი, იმიტომ რომ ამ ტიპის ნამღერები დიდად არ მომწონს ხოლმე. Man Up Above გვიყვება ისტორიას Cole-ის ძველ მეგობარზე, რომელსაც როგორც ვიგებთ, ციხეში სამუდამო პატიმრობა ემუქრება. Cole გვიყვება ამ ადამიანის პრობლემებზე ოჯახში და ოჯახს გარეთ. როგორ იპოვა ღმერთი და როგორ ცდილობს სულიერი ცხოვრებით ცხოვრებას. ვაფასებ sentiment-ს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სიმღერა ალბომში ყველაზე დიდი აჯაფსანდალია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის პირადად ვერსები და მისამღერი ერთმანეთთან ვერაფრით კავშირდება და ბოლოს არც რაღაც ერთი ისეთი დასკვნა რო დაგაფიქროს. რა ვიცი, ერთადერთი რაც მომწონს არის გოსპელის სემპლი ტრეკის განმავლობაში. სულ ესა. საბედნიეროდ დონე ისევ მაღლა იწევს შემდეგი სიმღერით I Love Her Again. არ ვიცი საიდან დავიწყო მელანქოლიური ინსტრუმენტალით თუ Common-ის სემპლით სიმღერიდან The Light. Commons კიდევ ერთი iconic ტრეკი აქვს I Used to Love Her, სადაც თითქოს სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბრობს მანდილოსანის მიმართ, თუმცა მეტაფორულად გულისხმობს სიყვარულს, რომელიც გააჩნია ჰიპ-ჰოპისთვის. ზუსტად ამას აკეთებს Cole-იც, ოღონდ Lupe Fiasco-s მაგვარი გადმოცემის მანერითა და რითმების სტრუქტურით. ბევრის გამხელას არ დავიწყებ, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ Cole ბოლოს აანალიზებს ერთ რამეს, რომ უნდა შეეშვას ჰიპ-ჰოპის დასაკუთრებას და
არანჟას უნდა მიიღოს ისეთი როგორიც არის და გაანალიზოს ის რომ ეს ჟანრი ერთი ადამიანისთვის არ არის ყოფილა. ეს ყოველთვის ეკუთვნოდა მთელ მსოფლიოს და ეს არის სასიყვარულო ურთიერთობა, რომელსაც ორ ადამიან ლიმიტს უბრალოდ ვერ დაუწესებ. და ზუსტად მაშინ, როცა გვეგონა რომ ფილოსოფიური დამგრუზველი ტრეკები დასრულდა და უფრო პოზიტიური ნოტისკენ უნდა წავიდეთ, რადგან ალბომის ბოლოში ვართ. არა, Cole გვირტყავს სიმღერით სახელად What If, რომელიც კონცეპტუალურად ალბომის ერთ-ერთი საუკეთესო ქათია. პირველ ვერსში Cole გვებაზრება Big-ის პერსპექტივიდან, ხოლო მეორე ვერსში Tupac-ის. ორივე ვერსი გვეხატავს სამყაროს, სადაც Big-იმაც და Pac-მაც გულში ბოღმის ჩადების მაგივრად ერთმანეთის შეცდომები გაანალიზეს, აღიარეს და ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს. Quick Stop მოკლე ტრეკია ერთი დიდი ვერსით, სადაც Cole გვიყვება ფანთან საუბრის შესახებ. ფანი გამოხატავს სიყვარულს, პატივისცემას, დაფასებას მისი არტის მიმართ. უყვება Cole-ს როგორ შეცვალა მან მისი ცხოვრება და Cole-იც ანალიზებს რომ მთელი მიზეზი რატომაც ის მუსიკას აკეთებს, რატომაც მან მუსიკის კეთება საერთოდ დაიწყო, იყო ის რომ შეეცვალა ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ და არა ის რომ ყოფილიყო პირველი. And the whole world is the wheel არის ალბომის ბოლო სიმღერა თუ არ ჩავთვლით ბონუს ტრეკს, რომელიც ამის შემდეგ მოდის. რაც ლოგიკურიცა, რადგან მთელი სიმღერა ეხება ქალაქს, კაროლინას, Fayetteville-ს. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ ვარ მის ამღერის დიდი ფანი და მეტიც ვთვლი, რომ ეს ალბომის ყველაზე სუსტი სიმღერაა, მაინც ვაფასებ სენტიმენტს და ვერსების მესეჯს. და აი ისიც ალბომის ბოლო სიმღერა. შეიძლება Cole-ის კარიერის ბოლო სიმღერაც. სენტიმენტალური გიტარის მელოდიების ფონზე Cole გულის ამაჩუყებლად მღერის და საბოლოოდ კლავს ეგოს. ირჩევს სიყვარულის გზას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უმეტესობისთვის ეს გზა წამგებიანიც იყოს. ალბომის დადებამდე Cole-მა გვითხრა, რომ ეს იყო მისთვის საუკეთესო პროექტი მის კარიერაში. ამაში ვეთანხმები თუ არა ჯერ არ ვიცი, თუმცა ერთი რამ ცხადია. თუ ეს მართლა მისი ბოლო ალბომია, წესით ყველა ფანი ბედნიერი უნდა იყოს. სერიოზულად, ყველაფერი, production-იც, ბარებიც, სქემებიც, რითმებიც, flow-ებიც, საერთოდ ყველაფერი რაც შეიძლება ჰიპ-ჰოპისგან გინდოდეს, აქ არის და არის ძალიან მაღალ დონეზე. კაიხანია ვიდეო არ დამიდია და არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ საბოლოო შეფასებამდე გვაქვს ნომინაციები. ალბომის ყველაზე ცუდი ტრეკი არის And the whole world is the wheel. ალბომის ყველაზე ცუდი ინსტრუმენტალი არის Legacy. როგორც ვახსენე, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, უბრალოდ გიტარის მელოდიები გვაქვს და რავი, უბრალოდ სტანდარტია, სხვებთან შედარებით სტანდარტია. ჩემი აზრით ალბომის საუკეთესო სიმღერა არის I Love Her Again. უკვე ვისაუბრე რატომაც, ყველა დეტალი არ გაგიმხილეთ, იმიტომ რომ თქვენ თუნდა ჩაუждდეთ ამას და იმედია მიხვდები და დამეთანხმებით რატომაც ვამბობ ამას. სრული სიკიშია ეს სიმღერა. ხოლო რაც შეეხება ალბომის საუკეთესო ინსტრუმენტალს, აქ ორი აზრიც არ არსებობს, ეს ტიტული მიაქვს Poor Things. სასწაული ბასი, ვინტაჟური სემპლი, რა ვიცი, ყველაფერი რაც შეიძლება ჰიპ-ჰოპ ბიტისგან გინდოდეს. და დადგა საბოლოო შეფასების დროც. ჩემი აზრით, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ალბომი იმსახურებს შეფასებას 10-დან 9. Damn. მეგობრებო, თუ მოგეწონათ ვიდეო, თხოვნა იქნება რომ დალაიქოთ, გადაუზიაროთ ყველას, ვისაც ჰიპ-ჰოპი უყვარს, ვისაც არ უყვარს ჰიპ-ჰოპი და უნდა უყვარდეს ჰიპ-ჰოპი, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი ყველას უნდა უყვარდეს, ჰიპ-ჰოპი აერთიანებს ყველა მუსიკის ჟანრს, საერთოდ რასაც კი ოდესმე უარსებია. ვისაც გიყვართ ჰიპ-ჰოპი, შემოდით ჩემს Discord სერვერზე, სადაც 25 კაცი ვართ ამ მომენტისთვის, იმედია 100-მდე ავალთ 2026-ში და ხო, 2026-ში დაიდება ჩემი პირველი პროექტიც სახელად KP. დაელოდეთ. გამომიწერეთ, გამომყევით ყველა სოციალურ ქსელზე და ხო, მითხარით რაში მეთანხმებით, რაში არ მეთანხმებით, დამიწერეთ კომენტარები და მაცოდინეთ რომელი არტისტის, რომელი ალბომის რეაქცია თუ განხილვა გადავიღო. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა J. Cole-ს, მადლობა ამ ალბომისთვის, მადლობა ამ გენიალური კარიერისთვის. ჰიდრა 314. Peace.